მოგესალმებით, კოლეგებო, გთხოვთ წარმოდგენილ დღის წესრიგს უყაროთ კენჭი. დღეს ორი საკითხი გვაქვს. პირველი ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენით განიხილება აღნიშნული კანონპროექტი მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ იოსელიანი მიყვეთ პუნქტობრივად მუხლებს, ესე იგი პირველი მუხლი განხორციელდა თუ არა ცვლილება? პირველი მოგესალმებთ ყველას. პირველი მუხლის პირველ პუნქტში აქვე პუნქტში რედაქციული ხასიათის ცვლილება შევიდა, ხოლო ბექვე პუნქტში ცვლილება არ განხორციელებულა. მუხლი 2. პირველი მუხლის მეორე პუნქტში რედაქციული ხასიათის ცვლილება შევიდა. ხო, სხვა ცვლილებები არა გაგვაქვს, ხო? კარგით. გთხოვთ კითხვებით არ გვაქვს, გთხოვთ კენჭი უყაროთ მეორე მოსმენით აღნიშნულ კანონპროექტს. მადლობა. მადლობა თამარ. ეხლა ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ და შემდეგ გადავიდეთ მეორე საკითხს. კოლეგებო, გთხოვთ ყურადღებას გავაგრძელოთ კომიტეტის ხდომა. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თანამდები საქართველოს კანონების პროექტები. წარმოგიდგენთ კანონპროექტს მეორე მოსმენით მოხსენებელი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. ისმით ბატონო ვახტანგ, მუხლობრივად გავყვეთ, წავიკითხოთ თქვენ კომენტარები გითხარით, ესე იგი პირველი არის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებებია, რომელიც ამ შემთხვევაში შინაარს საერთოდ არ ცვლის, ამიტომ პრინციპში შეგვიძლია არც აღნიშნოს. მუხლი 2. მეორე მუხლშიც ანალოგიურად. მუხლი 3. მესამე მუხლში გავითვალისწინეთ იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნა, რომელიც შეეხებოდა ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმების ცალკე პუნქტში მოთავსებას. შესაბამისად, პირველი რედაქციისაგან განსხვავებით, ამ რედაქციას მესამე მუხლს დაემატა მეოთხე პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული ნორმები უნდა ამოქმედდეს და მისი მოქმედება გავრცელდეს 1 იანვრიდან გამოცხადებულ შესყიდვებზე, ხოლო დანარჩენი რეგულირება, რომელიც კონსოლიდირებულ ტენდერებს და ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს შეეხება 2026 წლის 1 ივნისიდან გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებზე. ეს ცვლილება არის მესამე. კარგით, მეორე გახლავთ საჯარო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მუხლი 1 განხორციელდა თუ არა ცვლილება? მხოლოდ რედაქციული ხასიათის, კარგით. მუხლი 2. მუხლი 2-შიც რედაქციული. მესამე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღებათა და კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, მუხლი 1 განხორციელდა თუ არა ცვლილება? რედაქციული. მუხლი 2. მუხლი 2-ში ცვლილება არ შესულა. მეოთხე სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მუხლი 1 განხორციელდა თუ არა ცვლილება? არ განხორციელებულა. მუხლი 2. აქაც არ განხორციელებულა. კარგით. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს? გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანონპროექტს. დიდი მადლობა. დღევანდელი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. ჩვენ გვექნება კიდევ ერთი ხდომა შუა დღეს და გთხოვთ დასრულებას.